საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კამერული ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტი სიმბოლურად სოხუმზე სიმღერით გაიხსნა. მოსწავლეები მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ. შეასრულეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე საესტრადო მუსიკალური ნომრები. როგორც სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ აღნიშნა, წელს კონცერტი გამორჩეული იყო იმით, რომ სკოლის აღსასწრებელი კამერული ორკესტრის თანხლებით გამოვიდნენ. დღევანდელი კონცერტით ძალიან კმაყოფილი ვართ. ჩატარდა ძალიან წარმატებულად. წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი კონცერტები გვაქვს, მაგრამ ეს არის ბოლოს შემაჯამებელი კონცერტი და აღსანიშნავი იმით არის, რომ ბავშვებს უწევთ ორკესტრთან ნაწარმოებების შესრულება. ეს მათთვის ძალიან სასიამოვნო და აუცილებელი არის შემდგომი განვითარებისთვისაც. კლასიკური მუსიკა შესრულდა ძირითადად, იყო რამოდენიმე ნომერი საესტრადო სიმღერების, ისინიც ორკესტრთან შესრულდა. დღეს პირველად გამოვიტანეთ ჩვენი პედაგოგის ქალბატონი მანანა ბერულავას სიმღერა სოხუმზე, მისი ნაწარმოებია, თვითონ იყო აკომპანიატორიც. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა დღეს პირველ რიგში ჩემს მოსწავლეებს, რომელთაც თავი გაართვეს რთულ საქმეს. მე მინდა მადლობა უთხრა მაესტროს ბატონ რევაზ ჯავახიშვილს, ორკესტრის დირიჟორს, მთლიანად ორკესტრის შემადგენლობას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი პედაგოგების საქმიანობა, დიდი ღვაწლი, ის დიდი შრომა, რომელსაც ისინი წევენ მთელი წლის განმავლობაში ბავშვებთან. მინდა მშობლებს მადლობა უთხრა თანადგომისთვის, ყველა დამსწრეს სტუმარს, რომელიც დღეს მობრძანდა. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დევნილობაში უკვე 23 წელია თბილისში განაგრძობს საქმიანობას. სასწავლებელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ფუნქციონირებს და ღირსეულად აგრძელებს ჯერ კიდევ 90 წლის წინ აფხაზეთში დაწყებულ ტრადიციებს. საანგარიშო კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები, მშობლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპტიმიზმურად ძალიან გამწყობილი და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ცხოვრება, როგორც მათ აფხაზეთში ქონდა მუსიკალური ცხოვრება და ეს სასწავლებელი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო არის საქართველოში. და მე უნდა გითხრათ, რომ იშვიათად თუ ორკესტრთან უკრავდნენ ბავშვები. საკმაოდ მაღალ დონეზე არიან შემოსწავლები და პედაგოგებიც ბუნებრივია. მე მინდა ასევე მშობლებს მადლობა უთხრა, რომ ხელს უწყობენ იმისათვის, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ. მივესალმებიან სკოლას, აფხაზეთის სკოლას, ჩვენი ყველას გულის ტკივილია. დადგება დრო, როდესაც ჩვენ ისე დაუბრუნდებით ჩვენ წინვან მშობლიურ კუთხეს აფხაზეთს. დღევანდელი კონცერტით ვარ ძალიან კმაყოფილი. მე შევასრულე სიმღერა სოხუმზე. სიმღერა შემირჩია ჩემმა უსაყვარლესმა მასწავლებელმა თამარ იაშვილმა და ასევე უსაყვარლესმა კონცერტმეისტერმა მანანა ბერულავამ, რომელიც არის თვითონ ამ სიმღერის ავტორი. ბახის პასტორალი დავუკარი. პირველად გამოვედი ორკესტრთან ერთად და გამომივიდა ძალიან. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველად ვიყავ დღეს ორკესტრთან ერთად. დავუკარი გენდელის ნაწარმოები კონცერტი. ძალიან მიხარია. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მასწავლებელს ნანა რეხვიაშვილს და დირექტორს დათო ოკუჯავას. მასწავლეს ნამდვილი მუსიკა როგორია და მადლობა ასევე მინდა ვუთხრა ჩემ მშობლებს, რომ შემიყვანეს ამ სკოლაში. მე მიხარია რომ კონცერტი მაქვს და ბედნიერი ვიყავი დღეს და მე მეგონა რომ კარგად დავუკარი. მეორედ გამოვედი კონცერტზე და ძალიან მიხარია.